გამარჯობა. დავიკარგე ვიცი ძალიან დიდი ბოდიში. ყველას ამ ვიდეოში გაგიზიარებ ზუსტად იმ მიზეზებს, რის გამოც მე დავიკარგე და რას ვაკეთებდი, საერთოდ ასად ვიყავი. თუმცა ძალიან მინდა გითხრათ, რომ მართლა ძალიან მომენატრა ეს პროცესი, მომენატრა ვიდეოსთვის მზადება, ფიზიკური, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის ფორმაში მოყვანა, მომენატრა თქვენთან საუბარი, თქვენთან ასე ვთქვათ, კომუნიკაცია თქვენგან უშუალო, ასე ვიტყოდი, უკავშირის მიღება, ძალიან მომენატრა ეს პროცესი. და მიხარია, რომ მე ვარ დღეს აქ თქვენთან ისევ დაგიბრუნდით და გიზიარებ კიდევ ერთხელ ჩემი, ასე ვიტყოდი, თვითგანვითარების პროცესის დაღმავალ ნაწილს. მოკლედ ძალიან ბევრ თქვენგანს გიკითხავთ ჩემთვის ზოგადად აი რა არის ეს დისციპლინა და რაში გჭირდება ეს დისციპლინა. ზოგადად ხო შეიძლება ადამიანი მოვეშვა და შევირგო ცხოვრება. ძალიან ბევრს გიკითხავთ თუნდაც ასტროლოგიური კონსულტაციების დროს იყო ეს თუ ჩვეულებრივი კომენტარის თუ მესიჯის სახით. ბევრჯერ მომსვლია თქვენგან შეკითხვა, რომ ზოგადად რა არის ეს დისციპლინა საერთოდ და მე რა ჯანდაბაში გჭირდა, რაში გჭირდება ეს დისციპლინა კაცო, რატო ეს საკუთარი ხელებზე, საკუთარი თავით, ასე ვთქვი, საკუთარი თავის შევიწროება, ხო, რაში გჭირდება ეს რა, რატომ? ნუ ზოგადად მე რამოდენიმე წელია საკუთარ თავს ვასწავლი ამ დისციპლინას, მუშაობ საკუთარ თავზე და რამოდენიმე წელია ძალიან ესეთი რუტინა მაქვს მკაცრი. რა რუტინასაც ვცდილობ რომ არ გადავუხიო, რა თქმა უნდა, არის ესეთი დღეები, როცა 100%-ით მე ვერ ვასრულებ ჩემს რუტინას, მაგრამ ნუ ზოგადად ვცდილობდი ყოველთვის რომ ასე ვთქვათ მიმებაძა იმ საუკეთესო ლატა ვერსიისთვის, რა ვერსიაც მე მინდა რომ ვიყო. და აი ვბაძავდი ამ ჩემს პირად იდეალს, ხო, როგორიც მე მინდა რომ ვიყო. შესაბამისად, მოკლედ ჩემთვის დისციპლინა იყო, ასე ვიტყოდი, ძალიან ნაცნობი, აი ის მეგობარი, საუკეთესო მეგობარი, რომელიც ყოველთვის პირში მეუბნება ხოლმე მწარე სიმართლეს, მაგრამ მეუბნება იმისათვის, რომ მას უნდა ჩემთვის კარგი. აი ეს იყო ჩემი ურთიერთობა დისციპლინასთან. თუმცა რა მოხდა ბოლო რამოდენიმე თვე. ესე იგი, ნუ ჯერ ეს ერთი სიტუაციას ხელი შეუწყო სამსახურმა, რომ აი ჩემი, ესე ვიტყოდი, ძალიან სამსახური, სადაც არ მაქვს ზუსტი განრიგი და ეს ძალიან ესეთი არეული დროები მაქვს. თუმცა გარდა ამისა, ჩემმა შინაგანმა მემ სადღაც რომელიღაცა ჩემმა მემ იყო ეს ჩემი სუსტი და ბნელი მე თუ თუნდაც ეს ძლიერი და დისციპლინირებული მე რომელიღაცა მათგანმა გადაწყვიტა, რომ ისე რა ჯანდაბაში წასულა შენი დისციპლინა, მე მინდა შევიგრძნო თავისუფლება, მე მინდა შევიგრძნო თავისუფალი ფრენა. მინდა ვაკეთო ის, რაც მე მინდა რომ ვაკეთო, ყოველგვარი ჯაჭვების, ვალდებულებების და იძულებების გარეშე. და გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის მიმინიჭებინა ეს თავისუფლება. თუმცა მე მაგ დროს ჩემს თავს დავუპირდი, რომ ეს თავისუფლება იქნებოდა მხოლოდ ერთკვირიანი ვადით, ანუ მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში ვაპირებდი, რომ დამეთქო ჩემი თავისთვის ეს თავისუფალი ფრენის დრო, მიმეცა ამის უფლება საკუთარი თავისთვის. თავისუფალ ფრენაში რას გულისხმობ ახლა? ყველაფერი, რასაც მე ამ დისციპლინირებული რუტინის განმავლობაში ვაკეთებდი, ის რაღაცები, რასაც მე ვუგრძალებდი საკუთარ თავს, კვების სახით იქნებოდა ეს თუ დროის მენეჯმენტი, თუ ყველა ის რუტინა, რასაც მე ვასრულებდი, თუ ყველაფერი ეს, ანუ გადავწყვიტე არ გამეკეთებინა არც ერთი მათგანი. საერთოდ აი არც ერთი მათგანი და საკუთარ თავს მივეცი ფაქტიურად იმის უფლება, რომ ავყოლოდი იმპულსებს. აი იმპულსურად მეცხოვრა ეს ერთი კვირა. როგორც კი მივიღე ეს გადაწყვეტილება, ხდება ისეთი რაღაცა. ანუ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვგრძნო უდიდეს ბედნიერებას, თუ კმაყოფილებას, იმის თუ აი რამდენად მაგარია, რამდენად მართლა სიტყვა ბოდიში და ჟარგონი საკაიფოა თავისუფლება. ხო, აი რამდენად მაგარია, როდესაც
აკეთებ იმას, რომ რაც გინდა, როცა გინდა, რანაირადაც გინდა და არავინ არ ყავს იქ შემზღუდველი, არ ყავს დამხედველი, არ ყავს დამტუქსველი და ხარ მაქსიმალურად თავისუფალი შენს არჩევანში, შენს ქმედებებში, დროში და ზოგადად ყველაფერში. და ეს თავისუფლება მე თვითონ მივანიჭე ჩემს თავს, სადაც მე აღმოვაჩინე, რომ თურმე რა დესპოტი ყოფილ ვარ და თურმე როგორ ტანჯავდი საკუთარ თავს, აი ამ დისციპლინით, მოთხოვნებით, წესებით, განრიგებით და ასე შემდეგ. და აი ვიგრძენი თუ როგორ მაზავდი თურმე ცხოვრებისეულ საამო, ასე ვთქვათ, მე უკვე ცხოვრებაც თავისებურად იცვლება და ჩემს ცხოვრებაში ჩნდებიან ისეთი ადამიანები, ვინც შეესაბამება აი ამ სახის ცხოვრების წესს. ეხლა მოდით პირდაპირ გეტყვით აქვე, რომ მანამდეც მოდიოდნენ ასეთი ადამიანები და მანამდეც ბევრი იყო ჩემს ირგვლივ, კი არა 90% ასეთი იყო ჩემს ირგვლივ, თუ მეტი არა. თუმცა მე მანამდე მე ვიყავი სხვა ტიპი და ჩემი რეფლექსია, ჩემი საპასუხო რეაქცია ამ ადამიანების მხრიდან წამოსული ენერგიებისადმი იყო დამბლოკველი. მე თვითონ ვახერხებდი საკუთარი თავის მენეჯმენტს და არ ვუშვებდი ამ ადამიანების ასე ვთქვათ იდეოლოგიას, ცხოვრების წესს, ასე ვთქვათ სტილს, მათი ცხოვრების სტილს, მათ გავლენებს არ ვაძლევდი იმის უფლებას, რომ ჩემზე მოეხდინა რამენაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა და ასე ვთქვათ ამ ასეთ ადამიანებს არ ვაძლევდი იმის უფლებას, რომ მოეხდინა ჩემზე манипуляция რამე სახის. თუმცა ეხლა მე მივეცე ამ ადამიანებს ამის უფლება და რაც უფრო მეტი გამოჩნდა ასეთი ადამიანი, მით მეტი უბრალოდ რაც უფრო მეტი თავისუფლება მივეცე მე ჩემს თავს, მით უფრო მეტად მოვიდნენ ეს ადამიანები, მით მეტად გავიცანი ახალი მსგავსი ძალიან ისეთი მძიმე ფორმაში ყოფი ადამიანები უგულისხმობ ძალიან მძიმე ფორმა თავისუფლების და თავიდან, ანუ მე თვითონ არ შევიწუხე თავი და მეკვირვებინა თუ რა გავლენას ახდენდნენ ეს ადამიანები ჩემს ცხოვრებაზე. თან ყველანაირი იმის გარეშე, რომ აი მე ან საკუთარი თავი შემეზღუდა, ან კითხვა დამესვა, ან მათთვის მათზე მომეხდინა მე თვითონ რამენაირი დადებითი გავლენა, აი აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიციიდან გამომდინარე მე გავყევი დინებ. მე უარი ვთქვი ასევე საკუთარი ჯანსაღი ჩვევების ყოველდღიურ განხორციელებაზე. როგორც არის ყურადღების მიქცევა, კვების საკითხზე, საჭმლის სახში მომზადება, საერთოდ შევწყვეტე, აი საერთოდ საჭმელი არ მომიმზადებია სახში მთელი 3 თვე ვიტყვი ალბათ ამასაც. ასევე ვარჯიში, აბსოლუტურად ეს ჩემი ვარჯიშის რუტინა რაც მქონდა წიგებული გავაყოლე წყალს. და ამ პერიოდში ჩემი გონება წყვეტს, რომ ისევ დაუბრუნდეს არაჯანსაღ საკვებს, რადგან ის გრძნობს თავისუფლებას. ანუ მე ესე იგი თქვენ კარგად გეცოდით, ვინც მომყვებით დიდი ხანია, კარგად იცით, რომ მე არ მიყვარს, ასე ვიტყოდი, არაჯანსაღი საკვები, რასაც ხშირად ნაგავს ვეძახი ხოლმე, როგორიც არის თუნდაც ჩიფსები, კოკაკოლები, ბურგერები, შაქრიანი ნებისმიერი რამ, შაქარი და დესერტი მიხვდათ იმისა, რომ ძალიან მიყვარს ტკბილეული და აი ძალიან ესეთი ტკბილი ისა მაქვს, ხო? გიჟდები დესერტებზე, შოკოლადებზე და ნებისმიერ აი გემრიელ რამეზე, ხო? ეს ჩემი სისუსტე ერთადერთი. ალკოჰოლი, ანუ ის რაღაცები, რასაც მე მთელი ცხოვრება ვუკრძალავდი საკუთარ თავს, ნუ ზოგი რაღაცა აკრძალვა, მაგრამ ზოგს ისაც არ ვაკეთებ და ხა ალკოჰოლი არასდროს არ მინდება ხოლმე. სიგარეტი არასდროს გამისინჯავს და არც მაინტერესებს, ხო სიტყვაზე. ნუ სიგარეტამდე არ მისულა საქმე, მაგრამ აი თუნდაც იქნებოდა ეს ალკოჰოლი თუ ტკბილეული თუ რა ვიცი მე იქ ნამცხვარი აქვს შოკოლადი და ასე შემდეგ, მოკლედ რა გიხსნათ, მოკლედ ძალიან ავჭერი და ავრიე ჩემი როგორც ფიზიო მდგომარეობა, ასევე სულიერ გონებრივი მენტალური მდგომარეობა. ამას პროცესის დროს არ ვაცნობიერებ, ისე მიდის საქმე, რომ მე ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ იმას თუ რამდენად ვერ ვარ კარგად, ანუ რას ვაკეთებ და არ მყავს არავინ, ვინც მაჩერებს, არ მყავს არავინ გვერდით, ვინც მეუბნებალად არას აკეთებ. ანუ რატო აკეთებ ახლა ამას აქამდე ასე კარგად მოდიოდი და ახლა რატო ურევა ამ დონეზე, რატო ურევ? და ნუ და გავიწყდებათ, რომ ეს ერთი კვირა გახდა, 2 კვირა, 2 კვირას მოყვა 3 კვირა და 3 კვირას მოყვა 3 თვე. ანუ
საერთოდ დავივიწყე სიტყვა დისციპლინა, საერთოდ დავივიწყე სიტყვა შეზღუდვა და მომენტებს, იმპულსებს, ადამიანების სურვილებს ავღევი. მათ ასე ვიტყოდი, მიერ შექმნილი სიტყვა თუნდაც იქნებოდა ეს რაღაცა წვეულება, ხო, და იქ ყველა რო რაღაცა სასმელს ეტანება, ყველა რო რაღაცა გვიანობამდეა და არ ძინავთ და რაღაცა და აი მეც რო ავყევი აი ამ სიტუაციას და საერთოდ დავივიწყე ის ძველი ლატა, რომლისთვისაც ეს ყველაფერი იყო რეალური კოშმარი, ანუ წარმოუდგენელი კოშმარი. ჩემს ირგვლივ არიან იგივე აი ასეთი არეჯანსაღი ცხოვრების წესის მცხოვრები ხალხი კიდევ უფრო აღრმავებს ამ დრამას ჩემს ცხოვრებაში და ხდება ჩემი ფაქტიურად მოწამვლა. ოღონდ არა ვიღაცების მიერ, არამედ საკუთარი თავის მოწამვლა. ანუ მე თვითონ მოვწამლე ჩემი თავი, ჯერ ესეთი არასწორი ფიქრით, არასწორი მიდგომებით და შემდეგ უკვე არასწორი შედეგებით, რაც მე მივიღე საპასუხოდ. მოკლედ გავაცნობიერე ერთი რამ, რომ გავეკეციეთ ციხეს, რასაც ერქვა დისციპლინა და აღმოჩნდი რადიკალურად სულ სხვა ციხეში ხახნო, რასაც ქვია თვითგანადგურება. აი ფაქტიურად ეს ერთადერთი სიტყვა მომდის ახლა თავში. აბსოლუტური, ნელი, მაგრამ ძალიან ეფექტური თვითგანადგურება. და აი ამ ციხეში აღმოჩენა გაცილებით უფრო საშიში აღმოჩნდა, გაცილებით უფრო შემაძრწუნებელი აღმოჩნდა და გაცილებით უფრო ასე ვიტყოდი კოშმარული ვიდრე ის ციხე, რასაც სიტყვა დისციპლინა ეწოდებოდა. ერთი რამ გავაცნობიერე ასევე ამ პერიოდის განმავლობაში, ну მოდით გეტყვით იმ რაღაცებს, რაც მე გავაცნობიერე შედეგად ამ ყველაფრისა, მაგრამ პირველი რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ ეს მეგობრებო სპეციალურად არ გამიკეთებია. ეს არ ყოფილა ტესტირება, ეს არ ყოფილა რაღაცა შემოწმებითი სახის პროგრამა, რაც მე თვითონ დაუწესე ჩემს თავს. ეს არ ყოფილა არანაირი, ასე ვთქვათ, წინასწარ განზრახულ გადაწყვეტილი ნაბიჯი. ეს მოხდა ძალიან ისე ქარმა მოიტანა და მეც ავყევი ამ ქარს და აღმომაჩინა სულ სხვა რეალობაში. ну პირველი დასკვნა ის იყო, რაც მე გამოვიტანე ამ პროცესის დროს საკუთარი თავისთვის, რომ თურმე დისციპლინა სულ არ ყოფილა, ზედი რამ და ეს არ ყოფილა, ну ჩემთვის ახლა საკუთარ თავზე ყვები, ხო? და გიზიარებ და ჩემს ცხოვრებაში მომენტი, როდესაც მე ძალიან მომენატრა დისციპლინა. ძალიან მომენატრა ის ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა, ყოველთვის მიცავდა არასწორი არჩევნებისგან, ყოველთვის არჩევანი და ქმედებებისგანაც ასევე ყოველთვის მიცავდა ცუდი ზეგავლენებისგან და იფარავდა ჩემს არა მარტო სხეულს, არამედ იფარავდა ჩემს სულს. ჩემს გონებრივ ჯანსაღმდგომარეობას, ანუ mental health, რასაც ეძახიან, ხო, გონებრივ სიჯანსაღეს. ძალიან მომენატრა ეს მეგობარი. კაცრი იყო, მახსოვს, მაგრამ საუკეთესო იყო და აი გეუბნებით ვაცნობიერებ, არის დგება ისეთი მომენტი, როცა ვაცნობიერებ რა გავუკეთე ჩემს თავს. ვაცნობიერებ იმ ღალატს, იმ ასე ვთქვათ, მძიმე ფორმის ღალატს, რაც მე საკუთარ თავს ასე ვიტყოდი მივანიჭე თუ ვუღალატე მოკლედ ფაქტურად ჩემს თავს ძალიან. და მოდით შედეგებზეც ვისაუბროთ, ხო? რა შედეგებამდე მიმიყვანა მე დისციპლინაზე უარის თქმამ და თავისუფალმა ფრენამ. სავალალო მეგობრებო, ძალიან ცუდ შედეგებამდე, მოდით ჯერ დავიწყოთ ფიზიკური მაჩვენებლებით, ხო? რა მოხდა? ანუ დავანებე თავი ჯანსაღყვებას, ძილს, დავანებე თავი ვარჯიშს, დავანებე თავი, ну რა თქმა უნდა, სპორტს, ცეკვას თუნდაც, საჭმლის სახლში მომზადებას, სახლში მომზადებული საჭმელი არის წამალი ხალხო. ну, რა თქმა უნდა, იმედია, კარგად მომზადებულია, სახლშიც შეიძლება შხამი მომზადო, მაგრამ საკუთარი ხელით მომზადებული ჯანსაღი საკვები ხო არის წამალი. ძილი, ჩემი დანამატები, ის ჯანმრთელობაზე, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი პატარ-პატარა რუტინები, რასაც მე ვუკეთებდი ჩემს თავს.
ეს ყველაფერი და ამავე დროს არ დაგვავიწყდეს ახლა ეს ცუდი რაღაცები რაც შემოვიტანე რაციონში როგორც არის არაჯანსაღი საკვები გაზიანი სასმელები, დესერტები, შოკოლადები, თუ რაც არის ხო ის კატეგორია ვთქვათ, პური, ცხიმი და ასე შემდეგ. რაც შემთთვის კატასტროფულად არ შეიძლება. და ნუ მოკლედ პირველი პერიოდი ვერ შევამჩნიე ამ შხამის ასე ვიტყოდი გავლენა ჩემს თავზე, იმიტომ რომ ის ბაზარაბაზაც მე შექმნილი მქონდა ამ პერიოდის განმავლობაში ჯერ კიდევ ფაქტიურად მიცავდა ამ ყველაფრისგან, მაგრამ მერე წავიდა სერიოზული შედეგები. ამ შედეგების დანახვა მე დავიწყე უკვე, დაფიქსირება, შემჩნევა, მაგრამ იმდენად იყო ჩაშვებული პროგრამა თავისუფალი ფრენა სიღრმისეულად, რომ მე ძალიან დამეზარა უკან დაბრუნება დისციპლინასთან და დამეზარა და ამავე დროს შემცვა კიდევაც. რომ აი მე რანაირად აი როგორ ჩავხედო საკუთარ თავს სარკეში, თვალებში და აი ის ლატა ვინც თავისუფალ ფრენამდე ვიყავი, ხო? იმ ლატას რა უთხრა? აი მართლა გეუბნებით ამას გულზე ხელის დადებით გეუბნები. აი რა უთხრა იმ ლატას? რა პასუხი გავცე მას? რატომ დავაკარგვინე მას ეს პერიოდი, რატომ გავიყვანე თეთრიდან შავ გზაზე? და აი რანაირად ავუხსნა საკუთარ თავს ეს ყველაფერი, ხო? ანუ ეს იყო უკვე ჩემი მენტალური რამ ფსიქოლოგიური მომენტი. თუმცა ხორციელს რო დავუბრუნდეთ ისევ წავიდა ძალიან სერიოზული ანთებითი პროცესები, ანთებითი პროცესი არ გულისხმობ, აღარ ხელი გავიჭერი და ის დამისიოდა შინაგანი ანთებითი პროცესები, რაც ძალიან მარტივია შეამჩნიო, ძალიან მარტივია გაიგო, ამას ეგრევე გეტყვის სხეული და ეგრევე და ნუ მე თვითონ უკვე დავინახე ყველა ის სიმპტომი, რაც მეუბნება რომ ლატა ანთებითი პროცესები მიმდინარეობს და გეყო გაჩერდი, მაგრამ ამ დროს ლატა მაინც არ ჩერდება, იმიტომ რომ ძალიან მიეჩვია თავისუფლებას, ძალიან მიეჩვია სიზარმაცეს, ძალიან მიეჩვია, როცა მინდა, რასაც მინდა ვაკეთებ პრინციპს და არ უნდა უკან დაბრუნდეს. წავიდა ასე ვიტყოდი, ნუ სიმპტომებს თუ აღნიშნავთ, ახლა აი შესივება, კუჭნაწლავის მოქმედება, სადღაც რაღაც ტკივილები ყრუ, ხო? ძილის პრობლემა, უღონობა დღის განმავლობაში, აი რაღაცა უხასიათობა და მრავალი სხვა რამ. რაც აქამდე არ მახასიათებდა, მაშინ როცა მე ვცხოვრობდი დისციპლინირებული ჯანსაღი ცხოვრებით. და რა ხდება ამ დროს ახლა ფსიქოლოგიურ ასპექტზე, ანუ რა შედეგებამდე მივედი. პირველ რიგში აი ძალიან მარტივად წავიდა სიზარმაცის პროცესი. ძალიან მარტივად. აუცებ, აი ეს იყო შემოსევითი სახის, აი რომ შემოგესევა მტერი და ეგრევე რომ დაგიფხრობს. აი ესეთი ეფექტი ქონდა ამ ყველაფერს. თან ამდენ წლიანი სიმკაცრის მერე ძალიან გამიტკბა და ძალიან დამეზარა უკან დაბრუნება რუტინაში, იმიტომ რომ მეგობრებო, დისციპლინა არის ძალიან სერიოზული შრომა. ეს არის ყოველდღიური შრომა, რომელიც არის უსასრულო. და თუ ადამიანს გაცნობიერებული არ აქვს, რაში სჭირდება ეს და ვინ არის ეს დისციპლინა და რა შედეგამდე გავყავართ ჩვენ მას და რაში გვჭირდება საერთოდ, ხო? ძალიან რთულია აი ამ ყოველდღიური შრომა. ეს არის ფაქტურად მეორე სამსახური. სამსახურია მართლა, უფასო სამსახური, ოღონდ მისი ანაზღაურება გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა ნებისმიერი სამსახურისგან მიღებული ნებისმიერი ჯილდო და რა ქვია, ფული თუ რაც იქნება. თუმცა ამას გაცნობიერება ჭირდება. აი, გაცნობიერება და გადაწყვეტილების მიღება. ეს პროცესი კარგად მქონდა გადალახული, მაგრამ აი ახლა როცა მომივიდა ეს თავისუფლება, ძალიან გამიტკბა. შემდეგ ხდება ის ამბავი, რომ ნელ-ნელა ამას ვერ ვამჩნევ, მაგრამ მიმდინარეობს პროცესი საკუთარი თვითშეფასების შელახვის, ანუ მელახება უკვე საკუთარი თავის შეფასება, უკვე ქვეცნობიერ დონეზე აღარ მომწონს ჩემი თავი, მაგრამ ამას არ ვუტყდები, იმიტომ რომ ჩემი ზარმაცი მეფობს და ის ამბობს, რომ დაამანებეთ კაცო თავი. კაი რა, და ეს ეფექტი მერთვება და შემდეგ ხდება ეს რაღაცა, ანუ თვითჯარჯერებულობა, ჯერ ესეთი თვითშეფასება ხომ მელახება და შემდეგ აი თვითშეფასების შელახვა
შედეგს იღებს სახელად თვითდაჯერებულობის დაკარგვა. ანუ მეკარგება თვითდაჯერებულობის შეგრძნება. ამის გარდა ასევე გონება დაბინდულობა, გონება გაფანტულობა, რაღაცებისადმი დამარცხების შეგრძნება, ლუზერობა, ხო? აი ლუზერი ხარ ფაქტობრივად დამარცხებული ადამიანი ლუზერი ფაქტობრივად. აი ეს რაღაცები მომდის და ვგრძნობ რომ მე საკუთარი თავი დამეკარგა სადღაც უდაბნოში. ვეძახი ამ ლატას, მაგრამ ეს ლატა არ ბრუნდება, იმიტომ რომ მეფობს სიზარმაცე, მეფობს თავისუფლება. და ფაქტიურად რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ცუდად ხდება ჩემი ფიზიკური მე, მით უფრო მეკარგება ყველა ის შედეგები, რა შედეგებამდეც მე გასული ვიყავი ამ დისციპლინირებული ცხოვრების წესის დროს. და ვხვდები რომ მოვედი იმ მომენტამდე, სადაც წინ არის ფაქტიურად კლდე, მეტი არაფერი და ან ამ კიდან უნდა გადავვარდე და გადავიჩეხო სამუდამოდ, ან უკან უნდა მოვბრუნდე, თვალებში ჩავხედო საკუთარ თავს და დაუბრუნდე საკუთარ დისციპლინირებულ მეს, დისციპლინას. ეს იყო ძალიან ისეთი გადაწყვეტილება, მინდა გითხრათ. მარტივი არ ყოფილა, იმიტომ რომ იმდენად კომფორტული იყო არაფრის კეთება თავის დროზე და ზოგი რამის საერთოდ არ გაკეთება, რომ ვერც კი შევამჩნიე, როგორ შევეხვიე და გავეხვიე აი ამ манипулირებულ იმაზე რა ქვია, სურეალურ, ილუზიურ რეალობაში როგორ გავეხვიე, ხო, აი ეს ილუზია თავისუფლება. ჯანმრთელობასთან მიმართებაში ისე ვისხოთ, ხო? და ამ დროს ვაცნობიერებ, რომ ან გადავხვდე უნდა კლდიდან, ან დავიწყო ისევ და უბრუნდე საკუთარ თავს. ძალიან ბევრი რაღაცა ხდება ერთდროულად ჩემს გონებაში. პირველ რიგში სირცხვილი, შემდეგ შიშის შეგრძნება, მეგობრებო, და ამას ახლა გავვრცავ უკეთესად, აი ეს უდიდესი შიშის თითქოს ეშმაკს ჩავხედე თვალებში. აი მართლა გეუბნებით ამას. ეს იყო სერიოზული შეგრძნება, რომ აი რას ნიშნავს ჩახედო ეშმაკს და დემონს თვალებში. ვიგრძენი თუ როგორ ნაზად, როგორ ლამაზად და როგორ საყვარლად მივყავდი ეშმაკს კლდისკენ და ბოლოს მზად იყო, რომ დაეჯეკავებინა ჩემთვის და გადავეგდე სამუდამოდ, როცა უკვე უკან მოსასვლელი გზა აღარ მრჩებოდა. და მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი ძალიან რთული, კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა, იმიტომ რომ ადამიანები, ვინც ამ დროს ახალი ადამიანები, ვინც გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში, აღრმავებდნენ ამ ჩემს არაჯანსაღი ცხოვრების სტილს კიდევ უფრო. მათი გავლენებით, მათი არაჯანსაღი ცხოვრების სტილით და მათთან ერთად გატარებული დრო ფაქტიურად ნიშნავდა ერთი ან ორი რაღაცა წესის დარღვევას, რასაც არასდროს გააკეთებდა დისციპლინირებული ლატა. ერთად შემოთქვევებს წარმოიდგენთ, ეს რა საშინელი შეგრძნება იყო. აი ჩახედო ეშმაკს თვალებში, დაინახო მისი კმაყოფილი ღიმილი, მისი გამარჯვება, აი გიყურებს და გიღიმის და გეუბნება, რომ იცი რა, ხო გაჭობე, ხო შეგაცდინე, გზას ხო გზიდან ხო გადაგაგდე, ჩემი ხო გავაკეთე, მიზასთან ხო გაგასწორე, თავზე ლაფი ხო დაგასხი. და ეს ესე ვთქვათ, ხით-ხითა მზერა ეშმაკის ფაქტიურად. აი ესე დავინახე ეს პროცესი, მეგობრებო. რთულია გააყვეს სწორ გზას. და ძალიან რთულია დარჩა ამ გზაზე. ძალიან რთულია და ეს ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვს ჩვენგან, ძალიან დიდ თვითშემეცნებას, გაცნობიერებას, ძალიან დიდ მენტალურ ძალას ითხოვს დღეს, მეგობრებო, საკუთარი თავის დაცვა. ასე დავარქვათ ამას ყველაფერი. და ამან შემაშინა მე ზუსტად, რომ დღეს სავალდებულოა დაიცვა შენი თავი. დღეს უკვე აღარ არის ის დრო, როცა ჩვენი წინაპრები გავიდოდნენ ბაღში, ხიდან მოწყვეტდნენ რაღაცა ხილს, პირდაპირ გარესხვის გარეშე მიირთმევდნენ და ამით კი არ დაიზიანებდნენ ჯანმრთელობას, არამედ პირიქით გააძლიერებდნენ თავიანთ იმუნურ სისტემას. ეს დრო აღარ არის დღეს. იმიტომ რომ დღეს ამ ინდუსტრიებმა წაგვართვეს
უფლება ვიღოთ დავინახე რამდენად მარტივია დღეს ადამიანი აყვეს იმპულსს და დაიღუპოს ამ. გადავარდეს ამ კლდეში და გაახაროს ეშმაკი, რომელიც ზემოდან ტაშს დაუკრავს და ეთქოს რომ ოჩახ ეს ზუსტად არის ის, რაც მე მინდოდა რომ შეგაგეკეთებინა. იყო ლუზერობის შეგრძნება ძალიან მტკივნეული იყო. საკუთარი თავის ღალატის შეგრძნება ძალიან ისეთი იყო, საკუთარ აი ეს ჩემ ფსიქოლოგიურ მესთან მქონდა ძალიან მძიმე დიალოგი შერიგებამდე. და ნუ ბრალდება იყო აი ეს მოღალატე, ლუზერი, სუსტინების ყოფის მქონე, ასე ვიტყოდი, დროის მფლანგველი, შედეგების დამკარგველი და ასე შემდეგ, რა ვიცი. რა თქმა უნდა, მე გავუსწორე ამ ჩემს შინაგან დემონებს თვალი, გავუსწორე აი ამ ასე ვთქვათ, ბრალდებებს თვალი, სადღაც ვაღიარე, სადღაც ბოდიში მოვიხადე, სადღაც პატიებას ვითხოვე საკუთარ თავთან და ანუ რა თქმა უნდა, ეს არნიშნავს იმას, რომ ის ადამიანები, ვინც არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, გავრიყოთ ჩვენი ცხოვრები და ღმერთმა დაგვიფაროს, ეს რას ნიშნავს, ხო? მაგრამ თუ მოკლედ საბოლოო დასკვნას გაგიზიარებ, ესე იგი, თუ მე ხვდები, რომ ვიღაცის ცხოვრებაზე და გადაწყვეტილებებზე ვერ ვახდენ გავლენას, უпростоრედ ვერ ვუხილავ ამ ადამიანს თვალებს და ვერ ვუჩვენებ, არ მაქვს ამის შესაძლებლობა, ან ეს ადამიანი ამის უფლებას არ მაძლევს, რომ მე მას დავანახო, რას ნიშნავს ის არაჯანსაღი ცხოვრების წესი, რითაც ის ცხოვრობს და რა შედეგამდე მიიყვანს მას ეს ყველაფერი, ნუ ეს თუ მე არ შემწევს ამ ადამიანს დავანახო, მაშინ ყველა ვარიანტში იმას მაინც გავაკეთებ, რომ ამ ადამიანს არ მივცემ იმის უფლებას, რომ მან თავისებური გავლენა ჩემზე მოახდინოს და მეც ამაცნინოს გზას და გამხადოს ისეთივე გზა აბნეული, როგორიც არის თვითონ. შესაბამისად, ნუ მოკლედ მეგობრებო, დასკვნები, რაც მე გამოვიტანე, აი ამ პერიოდების განმავლობაში, ძალიან მრავალნაირია. თქვენთანაც მწვენია, სიმართლეს გეტყვით, რომ ამდენი ხანი არ გამოვჩენილ ვარ, არ გამიგრძელებია ჩემი კრეატიული პროცესი. საერთოდ დავივიწყე YouTube, დავივიწყე ყველაფერი, თუნდაც ეს კონსულტაციები, ხო? და აი თქვენს თვალშიც გამოჩნდი არა ესეთი, არა სერიოზული, არა სისტემატიური ლატა, რომელიც ხან ისე არის, ხან ასე არის, ხან ჩნდება, ხან იქ იმისთვის მოვედი, რომ გამიზიარებინა თქვენთვის ჩემი ფიასკო, ჩემი კრახი ფაქტიურად, ჩემი შეცდომა, რამაც მე ძალიან სერიოზულად დამაზიანა, ძალიან დიდი მასშტაბით უკან წამწია, 10 კი არა 1000 ნაბიჯით უკან. ბევრი რამ დამაკარგვინა, მათ შორის უძვირფასესი დრო და ის დასკვნები, რაც მე გამოუტანე ჩემს თავს აი ამ პროცესის შედეგად. და ის შეგრძნება, აი, ჩახედო მართლა ეშმაკს თვალებში და დაინახო რა უნდა მას შენთვის. ეს იყო რაღაცა სერიოზული, ეს მართლა რთული პროცესია. მე ვიცი, რას ნიშნავს იყო დისციპლინირებული, მე ვიცი, რას ნიშნავს იყო კაცრი საკუთარ თავთან მიმართებაში, მომთხოვდი საკუთარი თავისადმი. მშვენივრად ვიცი ამ ყველაფრის სიმძიმე. და უბრალოდ მხარდაჭერა მინდა გამოუჩინო ყველა იმ ადამიანს, ვინც აი ამ გზას დიდი ხანია მიყვება, ან ეხლა იწყებს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ეხლა იწყებს, მინდა გითხრა, რომ შენი შეკიცილია. უბრალოდ მოიკრიბე მაქსიმალური ძალა, მოიკრიბე შენი ყველანაირი შინაგანი რესურსები, დააყენე შენი თავი, ასე ვთქვათ, სწორ გზაზე ერთხელ და მე მიყვები უკვე აი ამ სწორ დინებას. ძალიან რთულია, ვიცი, ძალიან რთულია. მე გამოვცადე საკუთარ თავზე, როგორც ერთი, ასევე მეორე ასპექტი და მათი შედეგები, ამიტომ არასდროს არის გვიანი. დაუფიქრდით იმას, თუ რა გამოცდილება გავიარე მე ამ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში და მოარგე ეს პროცესი, რაც მე გავიარე შენს რეალობას და გამოიყენეს უბრალოდ მაგალითად. არ გემშვიდობებით, ძალიან მალე შევხვდებით. დროებით.